ჩვენ ვიმყოფებით კვალერში, სადაც მიმდინარეობს დამეწყრილი გზის მონაკვეთის აღდგენა. მოგეხსენებათ, რომ ეს ადგილი იყო წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული პრობლემის ქვეშ, ვინაიდან დამეწყრილი მონაკვეთია და მუდმივად მოძრაობდა მიწა ქვემოთ და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ხოლმე ეტაპობრივად ამ გზაზე გადავლა. გზის ჩახერგვის შედეგად წყდებოდა სოფლის ერთი ნაწილი მეორეს და შეუძლებელი იყო ცენტრისკენ გადაადგილება. ამისათვის მოძიებული იქნა 1,600,000 ლარი და კეთდება კაპიტალური გზა დაახლოებით 200 მეტრის სიგრძით. შესაბამისად შენარჩუნდება კავშირი სოფლებს შორის, ცენტრს შორის. ხიბინჯებზე უნდა შედგეს აღნიშნული გზის ნაწილი, ასე ვთქვათ. საკმაოდ სიღრმეში არის ეს ხიბინჯები გაშვებული და ჯამურად 200 მეტრამდე გზა იქნება გაკეთებული, ხოლო ეს ბეტონის კონსტრუქცია დაიცავს მიწის მასის იმ ნაწილს მოძრაობისგან, რომელიც ზემოდან მოდის და დაახლოებით აი ეს 200 მეტრიანი გზა იქნება თანამედროვე სტანდარტების გზა ნებისმიერი სტიქიის ზემოქმედებას გაუძლებს და შესაბამისად ბუნებრივია მოსახლეობას არ ექნება შეფერხება. გზა იყო საკმაოდ მაღალი საფრთხისა და რისკის შემცველი გზა, ვინაიდან ყოველი წვიმის დროს ეტაპობრივად იწევდა გზის გარკვეული მონაკვეთები და ბუნებრივია შესაძლებელი იყო რომ გარკვეული საფრთხე შექმნათ მოძრავ ავტომობილებს. ეს საფრთხე საკმაოდ მაღალი იყო და მუდმივად გვიწევდა ხოლმე ჩარევა, ტრაქტორით მოსწორება ამ ადგილების, რომ გადაადგილების შესაძლებლობა ყოფილიყო, თუმცა კიდევ განმეორდები ყოველი სტიქიის შემდგომ გზა იყო პრაქტიკულად გაუვალი. ამჟამად ბუნებრივია ყველა ეს შეზღუდვა, ეს რისკი არის მოხსნილი და ძალიან მალე გვექნება თანამედროვე სტანდარტების 200 მეტრიანი გზა, სადაც არასოდეს არც ერთი მანქანის გავლა აღარ იქნება შეფერხებული.